გამარჯვებათ მეგობრებო. დღეს ვისაუბროთ ქართული პოლიტიკის ქაოსზე და ქორეოგრაფიაზე. დიახ, ამ ყველაფერზე ერთად. რა შედეგი გამოიღო საბჭოთა კავშირის დაშლამ ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის? СССР-ის გახლეჩა და განადგურება იყო კოსმიური მასშტაბის სოციალურ-პოლიტიკური კატასტროფა. თქვენ ეს გსმენიათ ჩემგან და ალბათ არ გეგიკვირდებათ ჩემი ასეთი კითხვა. იმ დროს მომიტყვიან იყო სრული ქაოსი. ვიღაცა დუმდა, ვიღაცა მღეროდა, იყვნენ ისეთებიც, ვინც თავისი მოკლე ჭკუით და აზროვნებით ღლაბუცობდა, აი ხომ ვაგობდი გაიშლება. მაგრამ რეალურად წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ რა პროცესებთან ჰქონდა საქმე. თუ რა პოლიტიკური დინებებისა და ღალატის შედეგი გახდა პირველი სახალხო სოციალისტური სახელმწიფოს დაშლა განადგურება. ამ ტრაგიკულმა პროცესმა თითქმის თანაბრად იმოქმედა ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაზე. მაგრამ რომ გადავავლოთ თვალი დანაკარგებს, ყველაზე მეტად იმ რესპუბლიკებზე იმოქმედა, რომლებიც სხვებზე მეტად იყვნენ ეგზალტირებული. დიახ. ამ ეგზალტირებულობამ ყველაზე მეტად დააზარალა ის რესპუბლიკები, რომლებიც ამ ქაოსში ვერ ხვდებოდნენ რა პოლიტიკურ და რა გლობალურ პროცესთან ჰქონდა საქმე. ეს ეგზალტირებულობა გამოწვეული იყო იმ მომავლის იმედით, რა ექნებოდა შემდეგში სახელმწიფოს. ანუ დასავლური მომავლის იმედი იყო თავარი მამოძრავებელი ძალა, რაც ურევდა ჭკუაგონებას ადამიანებს. რეალურად ეს იყო ათეული წლების მანძილზე შექმნილი მითი, რომ ჩვენ მათ დასავლეთს უყვარვართ და ერთი სული აქვს, როდის შეუერთდებით მათ ცივილიზებულ, დემოკრატიულ და მაძღარ სამყაროს. თუმცა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არც დემოკრატიული, არც მთლად ცივილიზებული და არც მთლად მაძღარი სამყარო. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ასე წარმოგვედგინა. ეს იყო ჩვენი წარმოსახვის გამრუდებული წარმოსახვის შედეგი. და იმ სამყაროზე ჩვენ წარმოდგენა ჰქონდა, რომ ის ფანტანის ბიჭუნა პირდაპირ შამპანიურს შარდავდა. დიახ. აი ეს ასეთი ილუზორული ხედვა ჰქონდა მთელი დასავლეთის მიმართ. ამას სამოიღო სწორედ საქართველოს და კავკასიის ხალხები. და საოცრება. ჩვენ რომ ყველაზე პრაგმატული და გამჭრიახი ჭკუის საგვეგონა საკუთარი თავი, თურმე ყველაზე გამრუდებული აზროვნებისა აღმოჩნდით. დიახ, ყველაზე რომ არც საკუთარ თავს გამოვტოვე. მეც ჰქონდა იგივე ხედვა, რაც უმრავლესობას, რომლებიც ფიქრობდნენ, რომ დასავლეთთან კავშირი მართლა რაღაცის მომტანი იყო, მაგრამ მე ეჭვმეპარებოდა მაინც რაღაცა თითქოს ფეხს ვითრებდი. და მე საკუთარი გამოცდილებაც მივიღე მათთან ურთიერთობის და სრულად დავწუნდი ამაში. ეს კიდევ 90-იანის დასაწყისში. და ამიტომ ალბათ სხვებზე ადრე მივიღე ეს გამოცდილება. და გამოვიდა ისე, რომ ოდესღაც სოციალური და ტექნოლოგიურ ოლიმპზე მყოფი ქვეყნები, რესპუბლიკები ერთბაშად დარჩნენ არაფრის გარეშე. თქვენ ეს იცით, უფროსმა თაობამ ყოველ შემთხვევაში. ეს რესპუბლიკები საბჭოთა დროს ნამდვილი ტექნოლოგიური ოლიმპი იყო, რომელსაც სტალინმა ჩაუყარა საფუძველი. და წინსწრებით ვიტყვი, რომ მათ შორის იყო საქართველოც. დიახ, უფროს თაობას ვინც კიდევ შემორჩა, კარგად ახსოვთ. ჩვენ ვიყავით მათ შორის განვითარებულ ტექნოლოგიებში, მეცნიერებაში ერთ-ერთი წამყვანი რესპუბლიკა. გაიხსენოს უფროსმა თაობამ ლატვიაში ზოგადად ბალტიის ქვეყნებში წარმოებული რადიოტექნიკა და აღჭურვილობა და ასევე ტელევიზორები, რა თქმა უნდა, რომელიც მთელ საბჭოთა სივრცეში იყო, პრაქტიკულად ყველა სახლში იდგა. და ეს მაშინ, როდესაც ვერც ევროპაში და ვერც ამერიკის შეერთებულ შტატებში ამას ვერ დაიგვეხნიდნენ. ევროპაც და სხვა ქვეყნებიც ხიდულობდნენ საბჭოებში წარმოებულ ელექტროტექნიკას, ტელევიზორებს, ტელეფონებს, მიკროავტობუსებს, მატარებლებს, აპარატურას ატომური სადგურებისთვის. ასეთ მიღწევებს, რომელიც მათ ჰქონდათ იმ ეპოქაში, მეცნიერებასა და მრეწველობაში, ამერიკული და ევროპული ქვეყნები ვერ დაიგვეხნიდნენ. მე იმასაც ვამბობ, რომ ასეთი დასაქმებული, განვითარებული და მაძღარი ბალტიის ქვეყნები
არასოდეს ყოფილა. იმის მიუხედავად, ვისი პროტექტორატის ქვეშ არსებობდნენ და ცხოვრობდნენ. დიახ, არსებობდნენ. მე ამით იმისი თქმა მინდა, რომ ისინი ასეთი განვითარებული, მაძღარი და წარმატებული არასოდეს ყოფილა. მაგრამ სამწუხაროდ ისინიც ზუსტად ისეთივე უმადურნი აღმოჩნდნენ, როგორც ქართველები. ეს გვჩვევია ჩვენ, მაგრამ ვერ წარმოვიდგენით, რომ თურმე ჩვენზე უარესებიც კი ყოფილა ზოგიერთ საკითხებში. მათ შორის ისინი, ვინც დღეს გვამონათებენ, რომ თითქოს ისეთი გონიერები და ჭკვიანები არიან, რომ შეუძლიათ მათ გვასწავლონ რა არის დემოკრატია, რა არის ქალთან ურთიერთობა, რა არის მეზობელ სახელმწიფოებთან ურთიერთობა და ასე შემდეგ. მათ თავის თავზე აიღეს როლი ჩვენი მასწავლებლისა და მენტორებისა. წარმოგიდგენთ, ეს ვისი ბრალია? ეს სწორედ რომ ჩვენი ბრალია, რომ ისინი აძლევენ საკუთარ თავს ამის უფლებას, ასე მენტორები უდგელაპარაკ. საკუთარი თავისთვის ვერ მოუნდათ. და თანაც რომ გადავხედოთ, თვითონ ხომ დაანგრიეს საკუთარი ქვეყნები და ნახევარი მოსახლეობაც დაკარგეს, რადგან მომზადებული კადრები დასავლეთმა ეგრევე გაიწოლა. რატომაც არა, სხვის მიერ მომზადებული კადრი, განათლებული, უკვე გამოცდილების მქონე მონებაც წაიყვანეს. დიახ, მონებაც წაიყვანეს. მესამეც ეს უკეთეს შემთხვევაში, თორემ მეოთხეცაც არ უხდიდნენ იმას, რასაც თავის ინჟინერებს და სპეციალისტებს. ახლა ჩვენ გვასწავლიან ეს ბედოვლათები ჭკუას, როგორ გავჩანამდეთ, როგორ დაუპირისპირდეთ ჩვენს მეზობლებს, როგორ დავიცვათ თურმე საკუთარი სახელმწიფო. ან სად უომიად, ან სად უბრძოლიათ, ან როდის დაუცვიათ თავი, ვინც კი მოინდომა ჩრდილოეთიდან გადაუარეს, აღმოსავლეთიდან გადაუარეს, დასავლეთიდან გადაუარეს. ყველას ხელებ და ფეხებაწეულები დახვდნენ. ჩვენ გვასწავლიან ჭკუას. ეს სამწუხარო რეალობაა, რომ თავისი კომპლექსები ვიღაცაზე გადაიტანა, მაგრამ თავი დავანებოთ მათ კრიტიკას ჩვენ თავს მივხედოთ. ახლა რეალურად გვასწავლიან, როგორ გადავიქცეთ ევრომათხოვრად, როგორც თვითონ. თუმცა რა გინდა? ჩვენ რომ მათზე უკეთესები არ აღმოჩნდით, ესეც ხომ ფაქტია. ფაქტია, რომ ეგრეთ წოდებულ დასავლელ პარტნიორებს ჩვენ არ ვჭირდებოდით როგორც განვითარებული მრეწველობა. მათ სჭირდებოდათ მხოლოდ ახალი ბაზრები თავისი პროდუქციისთვის და საქონლისთვის. ამიტომ ევროპული სამოთხისკენ სვლის ეგზალტირებული ყვავილით უნიკალური მანქანა დანადგარები ჯარში ჩაგვაბარებინეს. უბრალოდ ჩვენ თვითონ ჩავაბარეთ, იმიტომ რომ მილიონებიდან რამდენიმე ადამიანს მოეთქვა ხელი. ახლა ზოგიერთი ამ მოღვაწეების შვილები, რომლებმაც გაავერან ეს ქვეყანა, თანამედროვე საქართველოს მართვაში არიან და გვმოძღვრავენ ტრიბუნებიდან. ზოგი პარლამენტში, ზოგი მთავრობაში, ზოგიც არასამთავრობო სექტორში, რომლებიც პარალელური მთავრობაა დასავლეთის მიერ შექმნილი. ზოგიც მეხუთე კოლონიის დაჯგუფებიდან მოძღვრავენ ახალგაზრდობას უკვე 3-10 წელია, რომ ჩვენი მომავალი თურმე დასავლეთია. ანუ აქედან წაეთრიეთ, აქ მომავალი მაინც არ გვექნება. აი ეს არის რეალობა, რის წინაშეც ჩვენ აღმოჩნდით. რამდენიმე წლის წინ ჩემმა მეგობარმა რიგაში ერთი კაცი გამოსულა, რომელიც თავის დროზე რიგის ავტოქარხანაში მუშაობდა, ცეხის უფროსი ყოფილა. ის მიყვებოდა, როცა უმუშევრად დავრჩითო მეც და ჩემი თანამშრომლებიც, ჯერ პოლონეთმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი. ერთი თვით ვაშლის საკრეფად წაგვიყვანა. მეორე წელს ირლანდიაში მიგვიწიეს დიდი ზარზეიმით მარცხვის საკრეფად. თან გვამადლიდნენ, რომ ჩვენი ფერმერები და გლეხები აპროტესტებდნენ, მაგრამ ხომ ხედავთ, ჩვენ მაინც თქვენზე ვიზრუნეთ. ხომ წარმოგიდგენიათ, რა განწყობა ექნებოდა ამ ადამიანებს. თანაც ისინი მესამე დანაზღაურებას აძლევდნენ, შემთხვევაში მეოთხე ნაწილსაც იმ ხელფასიდან, რასაც თავისებს უხდებდნენ. ანუ ჩაჰყავდათ როგორც მონები. ხო, დღეში ერთხელ აჭმევდნენ, ესეც. და გეტყვით, რომ საქართველოს მსგავსად კიდევ უფრო ადრე ბალტიის ქვეყნებიც დაცარილებდა. მე პარალელებს იმიტომ ვავლებ, რომ თავისი მასშტაბით, განვითარებით თავის დროს და ხალხის რაოდენობით, მაცხოვრებლებით, თითქმის თანაბარი იყვნენ, როგორც კავკასიის ქვეყნები. ამიტომ შედარება უფრო რელევანტურია, ვიდრე რუსეთთან შედარება ან ყაზახეთთან შედარება, ან უკრაინასთან. საქართველოს მსგავსად ბალტიის ქვეყნებში დაცარიელდა სამრეწველო რაიონები და ქალაქები.
მეხუთე კოლონიისა და დასავლური პროპაგანდის მთავარი მიზანი იყო ეგინებინათ მთლიანად საბჭოთა ეპოქა და სტალინი, რა თქმა უნდა. სწორედ ის შემოქმედები, ვინც შექმნა ღარიბ ქვეყანაში მრეწველობა და ეკონომიკა, რათა საკუთარი ხელით დაენგრიათ ის, რაც მათ დასაქმებულს და დაკურებულს ხდიდა, ის, რაც ქვეყნის დოვლათსა და სიმდიდრეს ქმნიდა. მესმის, რომ 2/3-ს გაყინული აქვს თვით და ჯერ ვერ გაურკვევია ბოროტი და კეთილი, კარგი და ცუდი, მაგრამ ისინი, რომლებიც ამდენი ათეული წლებია ასეთ აგრესიულ პროპაგანდას ეწევიან საკუთარი ქვეყნის წარსულისა და მომავლის წინააღმდეგ პრაქტიკულად. მაშინ მეტი გარეული მტერი რა თქვია, როცა რეალურად დამხობელი საფრთხე ჰყავს და თანაც ხშირ შემთხვევაში ქართული იერით, მაგრამ თვითონაც ბრმა შემსრულებლები არიან, რადგან არ იციან, რომ ჩვენ ცხოვრობთ და ვცოცხლობთ ყველაზე აგრესიულ მევახშეული კაპიტალიზმის პირობებში, კაპიტალიზმის ეპოქაში და ამას სათავეში უდგას თვით ლონდონ სიტის ვასალი ივანიშვილი. დიახ, ყველგან სადაც ბანკირები აღმოჩნდნენ სათავეში ქვეყნის მმართველობაში, ან მათი დანიშნულები, ეს ყველაფერი მოდის ლონდონ სიტის სისტემიდან. ყველა ევროპულ ქვეყანაში ხართ ასეთი დანიშნული ივანიშვილები, რომლებიც ემსახურებიან ლონდონ სიტის ფაშისტურ სტრატეგიას. არ ვიცი გინახავთ თუ არა დასავლურ ტელევიზიებში, როდესაც ქუჩაში გამოსულ სამსახურისა და ლუკმაკურის მაძიებლებს უღებენ ხოლმე სურათებს ან ვიდეოს, აი იმ ხალხს ხიდის ქვეშ რომ განახულოს სანაპიროზე. იქნებ ვინმე გასალესა ან შესაღებად დაიქირავოს. იგივე აქვთ გავლილი იქაც, მათ შორის ბალტიის ქვეყნებში, მაგრამ ამისი აღიარება ამას ვერ ხედავთ, მაგრამ სამაგიეროდ ჩვენ გამოვიდა. ამდენი გამცირება, განადგურება, გაჩანაგების შემდეგ წლების მანძილზე ამ ყველაფრის შემხედარად ვიღაცა კითხულობს, კაცო, რა არის ეს სტალინის ფენომენი? რამ შეაყვარათ ეს მკვლელი და ჯალათი, რომელმაც ჩვენი პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკის მთავრობა გააქცია? წარმოგიდგენიათ. ანუ ელემენტარული აზროვნების უნარი აქვს. და უჯგო ხალხის ასეთ შეკითხვაზე პასუხი მარტივია. თქვენმა საქებარმა და საყვარელმა მენშევიკურმა მთავრობამ წელიწად ნახევარში 150-ჯერ დასცა ეროვნული ვალუტა. გააფარტახა და გაავერანა ქვეყანა. გააკარგა მიწები, თუ კი რამე კიდევ იყო დასაკარგი. გაძარცვა ეკლესია მონასტრები, მიითვისა ეროვნული განძი, 200 მილიონის ვექსელები და ფასიანი ქაღალდები გამოსცა. ჩაყარა ყუთებში და ამ განცთან ერთად გაიქცა. ესეც თქვენი ეროვნული მთავრობა. თუ ამის შეფასება არ შეგიძლიათ, საერთოდ გააქვთ უფლება ამაზე ისაუბრო. ვერ წარმომიდგენია. ერთს ხედავდე და მეორეს ვერა, რა ცალი თვალით ხედავთ ამ საქმეს? ამიტომ ამ ტვინგაყინულების გასაგონად მინდა ვთქვა. სტალინს არ გაუპარტახებია მთელი ქვეყანა და არ გაქცეულა მათსავით. არც მოსკოვიდან გაქცეულა, როდესაც მთელი ევროპის არმია მოადგა მოსკოვს ნაცისტების მეთაურობით, რომელიც ამერიკელების მიერ იყო დაფინანსებული და შეიარაღებული. აი კიდევ რატომ სწორს სტალინი მთელი მე-20 საუკუნე წაართვა ბანკირებს და გლობალისტებს, მსოფლიოს ერთიანი ბატონ-პატრონები ყოფილიყო. დიახ, მან გამოსტაცა ხელი და ამ ბანკირებს და მევახშეებს, რომ დაპატრონებოდნენ მთელ მსოფლიოს. აი ეს იყო იმ სიძულვილის საფუძველი, რომელიც ჰქონდათ სტალინის მიმართ და კონკრეტულად, რა თქმა უნდა, საბჭოთა კავშირის და საბჭოთა ხალხების მიმართ, რომ ვერ დაეპატრონენ ისე, როგორც მათ გეგმებში ჰქონდათ ასახული. სტალინმა უარყო კაპიტალიზმის ყველაზე აგრესიული ფორმა, საბანკო დაკაბალება, რომელსაც ლონდონ სიტის შიკრიკები ითხოვდნენ, დღესაც ითხოვენ ყველა ქვეყნისგან. და ის, რაც მან საბანკო სისტემაში სიმბოლური პროცენტი დააწესა, ამის პირველი მაჩვენებელი იყო, რომ გაილაშქრა საბანკო სისტემის წინააღმდეგ, გაილაშქრა საბანკო დაკაბალების წინააღმდეგ. და ეს იყო მსოფლიოში ასეთი პირველი მასშტაბური შემთხვევა. მას შემდეგ სტალინს გაუჩნდნენ მიმდევრებიც, მაო ძედუნი,
ხოშემინი, კიმ ერ სენი მოგვიანებით კი დაანგრეულმა და გაპარტახებულმა იაპონიამ აიღო სტალინური ეკონომიკის მოდელი და 10 წელიწადში სოფლიო ეკონომიკის ათეულში შევიდა. შემდეგ უკვე მეორე ეკონომიკა გახდა. წარმოგიდგენიათ? სტალინური მოდელით და აქეთ მეუბნეობდი, რას ეძებთ, რა მოდელებს ეძებთ, როგორ დაყევით თვითონ იაპონელი, როგორ დაყევით ევროპელების ნარატივს და გააჩანაგეთ თქვენი სახელმწიფო. როდესაც შეგეძლოთ პირველი ნომერი სახელმწიფო შეგექმნათ საბჭოთა კავშირის გულისხმობილი ამ შემთხვევაში და არა მარტო რომელიმე ცალკე აღებულ რესპუბლიკას. და ის მოდელი, რომელიც თავის დროზე იაპონიამ აიტაცა, შემდეგ დენ სიაოპინმა გაიმეორა და მეორე ეკონომიკა გახდა. ზოგიერთი მაჩვენებლებით კი პირველი. დღესაც ბევრი მაჩვენებლით პირველი ეკონომიკაა. მაგრამ ჩვენ და სამწუხაროდ ლონდონ სიტის მიერ დანიშნულმა ვასალებმა გაანადგურეს ქვეყნის სამრეწველო პოტენციალი, რათა საბანკო დაკაბალების სისტემა ადვილად დაენერგათ. უზარმაზარი სამრეწველო პოტენციალი მათ პოლიტიკურ და ფინანსურ მიზნებს შეეწირა. ჩვენს გარშემო შექმნეს პრაქტიკულად პოლიტიკური და ეკონომიკური სიცარიელი. ჩვენ აკრძალული გვაქვს სამრეწველო ეკონომიკის შექმნა. წარმოგიდგენიათ, აგვიგრძალოს, რომ ჩვენ თვითონ რაიმე ვაწარმოებთ. მაშინ ვინ ვართ ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, დაკაბალებული ერი და ქვეყანა. რა თქმა უნდა, ჩვენ უკვე საკუთარი ხელით გავანადგურებთ ჩვენი მრეწველობაც და ეკონომიკაც. უпроსტად გაგვანადგურებინეს, მაგრამ ეყოთ კი იმათ ადამიანური, პოლიტიკური და გონებრივი რესურსი წინააღმდეგობა გაეწიათ. არა, იმიტომ რომ ისინიც დანიშნულები იყო და რა თქმა უნდა ასრულებდნენ იმას, რასაც ლონდონ სიტის კონცეფცია ჰქვია. მაგრამ სამწუხარო კიდევ იმაშია, რომ მათ არ უნდათ რომ მომავალშიც რაიმე მიღწევები გქონდეს. რომ საერთოდ ვიფიქროთ ამაზე, რომ ოდესმე ჩვენ საკუთარი ინდუსტრია შევქმნით. არა, არავითარ შემთხვევაში. და სანამ მათ დაკროლზე ცეკვათ, სანამ მათი ნარატივებით და მათი მეხუთე კოლონით მიმართებით და არ გეგონოთ ეს მეხუთე კოლონა მხოლოდ არასამთავრობო სექტორია. მეხუთე კოლონაა თვითონ ხელისუფლებაც, თვითონ ის მმართველი პარტიაც და ბევრმა, რომლებიც იქ კუნძები ვიძიან, არც იციან ვის და რას ემსახურებიან. დამერწმუნდით ამაში. წარმოდგენაც არა, სად მოხდა. ოღონდ ხელფასი აიღონ, ოღონდ სტატუსი ჰქონდეთ დეპუტატის, ოღონდ მანქანა საჯდომის ქვეშ. დანარჩენი არაფერი არ აინტერესებთ. ისინი ისეთივე პატრიოტები არიან, როგორც მე ჩინეთის ელჩი. მუდმივად ლაპარაკობენ იმ ფენომენზე, რამ დარაზმა და ამოქმედა საბჭოთა მოქალაქეები სტალინის დროს. ისინი ხომ ხედავდნენ პრაქტიკულად ყოველდღიურად, როგორ იზრდებოდა ტრიალ მინდვრებში, ტრამალებში ახალ-ახალი ქარხნები და ფაბრიკები. დიახ, ოდესღაც ცარიელ ადგილებზე სოკოებივით ამოდიოდა ახალი საწარმოები. ხო წარმოგიდგენიათ, რა განცდა ეუფლებოდათ ადამიანებს. საოცარი მასშტაბის სამრეწველო გიგანტები იბადებოდა და ადამიანები ხედავდნენ, რომ ეს მათი ხელით შექმნილი იყო. ეს იყო რეალური აწმყო და მომავალი. საოცარი განცდა იყვებოდა უფროსი თაობის ხალხი. საოცარი განცდა ეუფლებოდა ადამიანებს. საბჭოთა მოქალაქეები ყოველდღე ხედავდნენ თავისი შრომის ნაყოფს. აი ეს იყო ყველაზე დიდი განცდა, რომელიც ჰქონდათ ჩვენ წინა თაობებს, რომელსაც სამწუხაროდ ჩვენ უკვე ვეღარ მოვესწარით. მაგრამ ყველაფერი ჩვენს ხელშია. რა არის ადამიანებისთვის ყველაზე დიდი мотиваცია და სიხარული? როდესაც ხედავს, რომ მისმა შრომამ შედეგი გამოიღო და თვითონაც რაღაცა გრანდიოზული მოვლენების, გრანდიოზული შემოქმედების თანამონაწილეა და შემოქმედია. ამიტომ სურდათ იმ ეპოქის ხალხებს მეტისა და მეტის აშენება და არა მგრევა, როგორც თანამედროვეებს. იცით რა არის? მეწოდება ყველა ის თაობა, რომელსაც არც განუცდია და არც პერსპექტივა აქვს, რომ ის განიცადოს, რასაც განიცდიდნენ ჩვენი წინაპრები, რომლებსაც არ განუცდიათ ის სიხარული, როდესაც ქვეყნის და სამშობლოს
უდიდესი მიღწევების თანამონაწილე ხდება. ამიტომ ვეძახით წინა თაობებს გიგანტების თაობას. რას დაუძახებენ ამ თაობას? მომავალი თაობები. თუ რა თქმა უნდა ეს მომავალი თაობები აქ ცხოვრობენ. ხო, რას დაუძახებენ? რის შემქმნელებს, რის გამკეთებლებს. სამწუხარო რეალობა, რომელიც რეალურად ვერ აღიქვა ჯერ საშუალო და ახალგაზრდა თაობა. კი, პრობლემებს ხედავენ და ბევრი რამე არ მოსწონთ, მაგრამ სწორი შეფასება და გადაფასება მათ თავებში ჯერ არ მოხდა. აი ეს არის რეალობა და ძალიან სამწუხარო. მეორე მსოფლიო ომის დროს ამ ყაჩაღმა ბანკირებმა დაუნგრიეს და გაუპარტახეს ქვეყანა ჩვენს წინა თაობებს. დიახ, ეს მათი დაფინანსებით, მათი სტრატეგიით მოხდა. მაგრამ ჩვენმა წინაპრებმა, მათ შორის და საბჭოთა ხალხებმა აღადგინეს ეს დაანგრეული სახელმწიფო და აღადგინეს პრაქტიკულად 1/5 წლებში. ეს იყო რაღაცა გრანდიოზული წარმატება, რომლებზეც რატომღაც ცოტა საუბრობენ და ვერ იყენებენ ამ მაგალითს. მაგრამ სამწუხაროდ შემდეგ ჩანერგილი აგენტურისა და მოღალატეების ხელით დაგვინგრიეს უდიდესი სახელმწიფო და ისევ დასავლური კაპიტალის მძევლად გვაქციეს. ჩვენ ხალხს ამონათებდნენ და უნერგავდნენ თავში, რომ ყველაზე ცუდი თუ როდესმე ჰქონია საქართველოს, ეს იყო სოციალისტურ ბანაკში მიღებული თანაცხოვრების გამოცდილება და მხოლოდ ამ წარსულის სრული უარყოფით დავამტკიცებთ ჩვენს ეროვნულ მნიშვნელობას. აი ასეთი დემაგოგია თავს მოგვახვიეს და მოსახლეობის დიდმა ნაწილმაც გადაყლაპა. მათი შვილები კიდე ვინც გადაყლაპა, კიდევ უარის მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. სულ პროსტრაციაში და რას ემსახურებიან თვითონაც არ აქვს წარმოდგენა. ანუ პირდაპირ მნიშვნელობით როგორც პაპუასებს ისე გვეპყრობოდნენ, მორჩილებასაც მოითხოვდნენ და სამწუხაროა რომ დღესაც მოითხოვენ და მათ დაქმნილზე ცეკვით. ასეთ საზოგადოებას, რომელიც არ იბრძვის ამ სისტემისგან თავის დასაღწევად, მომავალი არ გააჩნია. ამიტომაც არიან განწერილნი დეგრადაციისა და განადგურებისთვის და ალბათ სრული განადგურებისთვისაც. ახლა წარმოიდგინეთ და შეაფასეთ დღეს რასთან გვაქვს საქმე. ასეთი გამოცდილების ერი და ბერი იმ კაცის წინ კუნტრუშებენ, რომელიც იმ დამანგრეველი და გამპარტახებელი ძალის წარმომადგენელია საქართველოში. თუ ამდენი ხანია ვერ გაიაზრეთ და ვერ მიხვდით, როგორ ბოროტებასთან გვაქვს საქმე, მაშინ ყველაფრის ღირსნი ყოფილიყავთ. თქვენც და რა თქმა უნდა მეც თქვენთან ერთად. ახლა სხვა მხრიდანაც შევხედოთ სიტუაციას. რა სჭამს დღეს ქალაქში მაცხოვრებლების უმეტესი რაოდენობა? ალბათ სოფლებშიც და არა მარტო ქალაქებში. რა სჭამს და ნაგავს. პირდაპირ მნიშვნელობით არ გეწყინოთ, მაგრამ ამის საფუძველი არსებობს, რომ ასე დავარქვათ იმას, რასაც დიდი უმრავლესობა მიირთმევს. ამდენი დაავადებული ადამიანი როდის ყოლია საქართველოს? გაიხსენებთ. წინა თაობა ვერ გაიხსენებთ, იმიტომ რომ არ ყოლია. 5 აფთიაქი იყო სულ თბილისში 9 მილიონიან ქალაქში. წარმოგიდგენიათ, 9 მილიონიან ქალაქში 5 აფთიაქი, შეიძლება 6. თუ ვცდები ნაპატიეთ და შემისწორეთ, დაწერეთ. 40-50-იან წლებზე ვსაუბრობ. 40-50-იან წლებზე ვსაუბრობ. არც 60-იან და 80-იან წლებში იყო ბევრი, როდესაც 1 მილიონ მოსახლეს მიაღწია. ალბათ ასე 12-15 აფთიაქი იქნებოდა. თორემ ჩემი თაობის და უფროსი თაობის ხალხს ეს კარგად ახსოვს. ნახეთ დღეს რა ხდება, რა საგიჟეთია ქვეყანაში. თურმე მთელი ერი დაავადებული ყოფილა. ეს სააფთიაქო სიგიჟე მაშინ განვითარდა, როდესაც მინის კოლბა დააშენეს თბილისის თავზე. ქალაქს დააშენეს თავზე ეს მინის კოლბა. ამის შემოქმედსაც კარგად იცნობთ. და მან როგორც საბანკო სისტემის და სააფთიაქო ქსელების სისტემის კარგად მწოდნენ, როგორც კი გადმოვიდა საქართველოში, ეს პროცესი უფრო და უფრო განვითარდა. გესმით?
თუ კიდევ დასაღეჭია ახლა ეს მომენტი. მან სისტემა იცის შიგნიდან. ამიტომ ადვილად მოხდა რომ ქუჩაზე, სადაც უბანში იყო ერთი აფთიაქი, დღეს ქუჩაზე 3-4 აფთიაქია და ხშირ შემთხვევაში 10 და 15-იც. ეს წარმოუდგენელია. კიდევაც რომ არ გინდოდა ავადმყოფობა, თვითონ ამ გარემოცვაში ცხოვრება გაგხდის ავად ადამიანს. ჩვენ რომ დღეს სამწუხარო რეალობაში ვართ, ძალიან ბევრს ესმის ეს. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, უნდა გვესმოდეს, რომ მაშინ ჩვენ ვართ ერი მომავლის გარეშე. არ ვიცი კიდევ ვის თქილა ჩემზე მეტად, მე დარწმუნებული ვარ ძალიან ბევრს თქილა. ის რა რეალობაშიც აღმოჩნდეთ და ჩავიგდეთ თავი, როსოა. მაგრამ გულგვიძლი მეწვის, როდესაც ამაზე ვფიქრობ. სიმწრისგან თვალებში მიბნელდება ხოლმე. როდესაც გამახსენდება, როგორ მოგვექცნენ ეგრეთ წოდებული პარტნიორები. რადგან ასე მხოლოდ პაპუასებს ექცევიან და ამ ყველაფრის შემდეგ ჩვენ უფლებას ვაძლევთ მეხუთე კოლონას და მევახშეებს თავისუფლად იბოგინონ ამ ქვეყანაში. ვის დავაბრუნოთ ამას? რუსეთს, უკრაინას, მათ ომს, ჩინეთს, თურქეთს? თურქეთს შეიძლება რაღაცა დააბრალო, ისინიც ამ მიმართულებით მოძრაობენ. მაგრამ რეალურად ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია. მხოლოდ ჩვენი ბრალი. იცით რატომ ხდება ამდენი უცხოტომელის შემოსევა ქვეყანაში? იმიტომ რომ ჩვენ უკვე გამოგვაცხადეს ერა მომავლის გარეშე. დიახ, ეს ნარატივი უკვე არსებობს დასავლეთში. ანუ მომაკვდავ ერად განგვიხილავენ. და ასეც გვიყურებენ. ამათ რა შეჭირდებათ, ისინი მაინც არ იარსებებენ. როდესაც არაბები და სპარსელები და თურქები და გადამფრიელები იცხოვრებენ ჩვენს მიწაზე. მართლა რა შეჭირდებათ თუ ჩვენ არ ვიქნებით? ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ. მაგრამ თუ ასე ჩამოუშვით ხელები და დავნებდით, მართლა მოხდება ასე. და ვერავინ და ვერაფერი ვერ გვიშვებს. და ეს გავრცელებული ნარატივი, რომ ჩვენ მომავალი არ აქვს, ჩვენივე ქმედებებით ვამყარებთ. და მართლაც გარედან რომ შევხედოთ, ამ ღმერთის მიერ ნაკურთხ დალოცულ მიწაზე არაფერს არ გვაქვს. მხოლოდ ვემსახურებით სხვის ინტერესებს. და რა ამას ვერ ხედავთ? თუ ყოველდღე უნდა დაგაყენოთ ფაქტის წინაშე. თვითონ ვერ ხედავთ რომ ყოველდღე სად ცხოვრობთ და რა პროცესში ვართ? ჩვენ მოვიხმართ მხოლოდ იმას, რასაც მოგვიგდებენ ხოლმე. ჩვენი შექმნილი რა გვიჭირავს ხელში? ერთი პურს ვაცხობთ და ხაჭაპურს და ხაშლამას ვხარშავთ და ვაჭრებთ სხვებს და დაშფანდური გვაქვს გაჩაგებული. და იქამდე მივედით, რომ თურმე ერთადერთ გამოსავლად იმას მივიჩნევთ, რომ არაბულ ქალაქებს ავაშენებთ და მათ მოვემსახურებით. აში თურმე ეს არის გამოსავალი ჩვენი უმძიმესი მდგომარეობით, რომელშიც თვითონ ჩავიგდეთ თავი. ასეთი აზროვნების ხალხს განა აქვს უფლება იცხოვროს ასეთ მიწაზე, როგორც საქართველო. და ამას რომ ხედავენ, სწორედ იმიტომ უჩნდება ეს აზრი, რომ ჩვენ არ ვართ ღირსი ამ მიწისა და უნდა გადავშენოთ. რაშიც თვითონაც უწყობთ ხელს. და სწორედ ამიტომ გვთვლიან ჩვენ საკუთარ მიწაზე არასასურველ ხალხად. დიახ. ეს უკვე მათი ხედვაა, მათი წამოწდენებში არაერთხელ არის ნათქვამი. და გვამონათებენ იმით, თითქოს ჩვენ ვერ მოვახერხეთ საერთაშორისო ოჯახში ინტეგრირება. და თურმე თავშესაფარს ვეძებთ ნაციონალიზმში და დაუსრულებელ სმაჭ-ამაღრეობაში. გარედან რომ შეხედოთ, ხშირად მართლა ასეთი შთაბეჭდილება იქმნება. ამ ჭირის დროს რამდენი ღრეობა აქვთ, რა აცეკობთ და ამღერებთ და რას ქეიფობთ. აი ასეთი შთაბეჭდილება შეუქმნით, როგორც ახლო მეზობლებს, ისე შორეულებს. როდემდე უნდა გაგრძელდეს ჩვენი დამონათება და ერში არასრულფასოვნების კომპლექსის დანერგვა. რასაც ათეული წლებია ვცდილობთ, რომ ჩვენ არ ვართ ღირსი ამ მიწის, ჩვენ არ გვეკუთვნის ასეთ მიწაზე ცხოვრება, ჩვენ არ აქვს პერსპექტივა, ჩვენ ვერაფერს ვერ ავაშენებთ, ჩვენ ვერაფერს ვეღარ შევქმნით, ჩვენ ავართ წარსული, რომელიც ჯერ კიდევ თიმთიმებს და დღეს თუ არა ხვალ მაინც უნდა გადავშენდეთ ამ ქვეყნიერებიდან. აი ეს არის ის ხედვა და ამდენი უცხოტომელის შემოთესლება,
მიზეზი რომ მათ ეს თავში ჩაუდეს. ესენი მაინც აღარ იქნებიან, მიდით, იცხოვრეთ, დაფუძნდით, შექმენით და თქვენია მომავალი. აი ასე ვიყურებენ და აქ უკვე ვერაფერს გააწყობ. თუ რადიკალურად არ გადავაფასოთ. ჩვენი აზროვნება და ჩვენი ქმედება. როდემდე უნდა გაგრძელდეს ამ ჩამოთესლებულების ბიზნესი ქართული ეროვნული ინტერესების ღალატის ხარჯზე. დიახ, ეს არის ქართული ეროვნული ინტერესების ღალატი, როდესაც შენ ისეთ პროექტებს ქმნი, სადაც გინდა ამოძირკო ქართული ფენომენი, ქართული სული, ქართული ადამიანი, რომელსაც მხოლოდ ერთ ადგილსაც ემსახუროს და იყოს მონდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის 35 წელი დაიწყო. რა გვიჭირავს ხელში ჩვენი გახლეჩილი მიწის, გახლეჩილი ხალხის, გახლეჩილი გულისა და ადუღებული სულის გარდა? არაფერი, იმიტომ რომ ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და იდენტობის ნგრევა გრძელდება. 5,5 მილიონი კაცი ცხოვრობდა ქვეყანაში. ერთ-ერთი საუკეთესო მეცნიერებით, მრეწველობით და ეკონომიკით მთელს რეგიონში. და არა მარტო კავკასიაში. დღეს აღარ ავიმართ. აბსოლუტურად. 3 მილიონზე ცოტა მეტი დავჭით, აქედან 80% ისე დღეშია, მათი ცოდვით დაიწოდა ნორმალური ადამიანი. მე არ ვლაპარაკობ სხვა ადამიანებზე, რომლებმაც თითქოს თავისი თავი იპოვეს ამ სისტემაში, რომელიც თვითონვე დანერგეს. რა მომავალი აქვს ასეთ ქვეყანას? არანაირი. მოდით ეს ერთად განვიხილოთ კომენტარებში. მე მაინტერესებს თქვენი აზრი. იქნებ აცდენილია ჩემი ხედვა თქვენსას. იქნებ თქვენს სხვაგვარად ხედავთ საქართველოს მომავალს და იქნებ ამართლებთ იმ უცხოთომელების შემოთესლებას საქართველოში და იქნებ აქვს ამას საფუძველი და მე ვერ ვხედავ ამას. ამიტომ დაწერეთ რასაც ფიქრობთ და გაუგზავნეთ თქვენს მეზობლებს, მეგობრებს, ათესავებს, მათაც ნახონ და მათაც შეაფასონ ეს მდგომარეობა და დაწერონ თავისი კომენტარი. და ბოლოს. უმაღლესი დიპლომატია ვკარნახობს, რომ იმისათვის, რომ მოწინააღმდეგისგან მიიღო, რაც შეიძლება მეტი დათმობა, მაგრამ ამავდროულად საკუთარ თავს დაუტოვო უკან დასახევი გზაც, ამას სჭირდება დიპლომატიური ეკვილიბრისტიკა. დიახ, მე ასე დავარქმევდი. როცა დიპლომატების ტანდემია, ეს კლასიკური მიდგომაა. როცა ერთი მათგანი შეურიგებელი ტიპის როლს ასრულებს, ის ხშირად თავხედობის ზღვარზე მანიპულირებს. წითელ ხაზებზე მიანიშნებს ვიზავებს. პრაქტიკულად შეუვალია და მუდმივად ამბობს, არც ერთი ნაბიჯი თუკა. ეს რა თქმა უნდა უქმნის დისკომფორტს ვიზავის. მეორე სუბიექტი ზომიერის როლს თამაშობს. ის დერეფანში ცალ-ცალკე უახლოვდება მოწინააღმდეგის წარმომადგენლებს და ეჩურჩულება. მომისმინეთ. მესმის, რომ ჩემი კოლეგა ზედმეტად რეაგირებს, მაგრამ ვეცადოთ გამოსავლის პოვნა. მოწინააღმდეგე კი ამ შემთხვევაში პირველი დიპლომატის შეუვალობით და მანევრებით დაღლილი სიხარულით ეკიდება მეორეს. ის რა თქმა უნდა ფიქრობს, რომ მოკავშირე იპოვა. მაგრამ სინამდვილეში ორივე ერთი და იგივე შედეგის მისაღწევად მუშაობს. ამ თამაშში პირველი დიპლომატი კაცრი კაცია, მეორე დიპლომატი კი რბილი. მაგრამ ორივე ერთ გუნდშია. პირველი დიპლომატის მიზანია დასავლეთის დაშინება და შევიწროება. იმის ჩვენება, რომ საქართველოს გზათაა ბოლომდე წავიდეს. მეორე დიპლომატის მიზანია დასავლეთის ტკივნეული წერტილების დადგენა, სადაც ისინი მზად არიან რესურსებზე წვდომისთვის, კომპრომისებზე წავიდნენ. და რა არის ამ შემთხვევაში ჩვენი რესურსი? რა თქმა უნდა, ჩვენი გეოგრაფიული და გეოპოლიტიკური მდგომარეობა. დანარჩენი რესურსები ძალიან მწირი გვაქვს, ამიტომ არც ისეთი მიმზიდველები ვართ ამ მხრივ, თუმცა რაღაცის მოპოვება შეიძლება. და როგორც წესი, შემდეგ ეს ინფორმაცია ორი განსხვავებული ხასიათის დიპლომატისგან მიღებული მმართველის მაგიდაზე იდება და რეალური გადაწყვეტილება მიიღება. მმართველისთვის ორივე ინსტრუმენტია თამაში. მაგრამ მოდით კიდევ უფრო მეტად ჩავუყმავთ. რა მოხდება თუ დასავლეთიც ხვდება ამას? და ძალიან კარგად ესმის, რომ პირველიც და მეორეც არ არიან დამოუკიდებელი ფიგურები. ამიტომ ეს ეკვილიბრისტიკა ინფორმაციის გაცვლაა
ზედაზღვარი და ქვედაზღვარი. წესით ეს ორივეს უნდა აწყობდეს, რადგან ამ ეკვილიბრისტიკით ფარვატერები კარგად იზომება. მზად არის თუ არა მხარე მოლაპარაკებებისთვის და სად გადის ეს წითელი ხაზები. მაგრამ ქართული მხარე ახლა ვერ იყენებს თავის დიპლომატიურ ქორეოგრაფიას, რადგან სახელმწიფო ინსტიტუტებს დაკარგული აქვს სუბიექტის სტატუსი, რადგან არაფორმალური ვერტიკალიდან იმართება. ამიტომ რჩება დაუსრულებელი ქაოსის რეჟიმში. ესეც ხომ რეალობაა და ვაკვირდებით რომ რამდენი წელია. საერთაშორისო პოლიტიკა ჩიხშია. მეზობლები კი ირონიით გვიყურებენ. მათ მზერაში იკითხება, რომ ზედმეტი რგოლი ვართ, რომელიც ვერ აკმაყოფილებს თანამედროვე სახელმწიფოს მოთხოვნებს. ეს პირდაპირი მაჩვენებელია, რომ არც მიწისა ვართ და არც ცისა და უმღეროთ ეს სიმღერა ერთმანეთს. მე პირადად ეს მინიშნებები მიმიღია სხვადასხვა დიპლომატებისა და პოლიტიკოსებისგან, თანაც საკმაოდ ღიად, რადგან მწერალთან უფრო გახსნილად საუბრობენ ვიდრე დიპლომატებთან და სახელმწიფოს ოფიციალურ პირებთან. ანუ დღეს ჩვენ იმ ზღვართან მივედით, როდესაც სუბიექტად აღარავინ განგვიხილავს. ეს ტრაგედია, ეს სახელმწიფოს კატასტროფაა. სანამ ხედავენ, რომ ერთი ოლიგარქი ისევე მანიპულირებს თავისი ქვეყნით, როგორც თავის დროზე ესკობარი კოლუმბიით და კიდევ უარესი, იქ სახელმწიფო ინსტიტუტები ასე თუ ისე მაინც ქმნით უნარიანი და დამოუკიდებლებია. საქართველო ასეთი დაკნინებული, შეურაცხყოფილი და უპერსპექტივო არასოდეს ყოფილა. მაგრამ უნდა ვიცოდეთ, რომ გიენები ყველა დროს გიენებად რჩებიან. რაც უფრო მძიმეა ქვეყნის მდგომარეობა, მით უფრო აქტიურდებიან გიენები. ისინი მოცემულ მომენტში არ ერიდებიან არც ეროვნული ინტერესების სღალაც, ოღონდაც კი მეტი სარგებელი ნახო. პირდაპირ და დაუფარავად გეუბნებით. ცოტა დრო დაგვრჩა, რომ გადავარჩინოთ სახელმწიფოებრიობა და ქართველების საცხოვრისი. თქვენი ინერტულობა და სხვის იმედზე ყოფნა ამისი მთავარი მიზეზია. და თქვენ თუ იმას ელოდებით, რომ ამას თქვენს მაგივრად ვინმე გააკეთებს, ძალიან ცდებით. წყალში დაბრჩოლის გადარჩენა მხოლოდ მის ხელფეხზეა დამოკიდებული. მორჩება გათავდა. მივარხართ და მენატრებით. მაგრამ ეს იმ რეალობაში ვარ, რომ პირადად ვერ გიფერხებთ. ღმერთს ვთხოვ, ყველაფერი კარგი და საუკეთესო მოგცეთ. მაგრამ თავარი, ვისაც დღეს უჭირს ამ ყველაფერზე ფიქრი, რასაც ვისაუბრებ, რომ განათებოდეს გონება და სხვა თვალით შეეხედოს იმ რეალობისთვის, რაც დღეს ქვეყანაშია. და იქნება რაღაცა დადებითი აზრიც გაუჩნდეს, როგორ გამოასწოროს ეს ყველაფერი. მიხვდება, სად მივიდეს და ვისთან და ვის მოსთხოვოს პასუხი. დიდი მადლობა, რომ დღესაც ერთად ვიყავით და როგორც ყოველთვის ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. კარგად გრძელდებოდეთ. ნახვამდის. კარი კარბუქი, კარავანი, კარვასლის შუქი, წყალი წყაროდან გაწყალებულ მღრიელალებით. კარი კარბუქი, კარაფშუთა, კარები მუქი, დროაუდრო დაბნეული ხალხის თვალებით. გზირის აგზალით გამოსული უგზოველით, ვირუს ბურუში გახვეული წოდვილი სახე. ახალ ნატყვი არს აღარ შველის მალა მოძველი, შემოგზავნილი საჩუქარი უცხო ამახე. უდროობასაც მოვესწარი თიქნე ფასია, ადრე ფასობდა ერთგულება, ახლა ხავსია. ადრე რომ ერქვა სიყვარული, ახლა ფარსია. გული უგულო დანახული,
ისევ დიცავსეა ფორმი თუ ფორმო ფორმიანებს უფორმოდ მართავს ფორმი თუ ფორმო გამოსტაცებს სიცოცხლეს მავას ზუნება ცდილობს შეგაცდინოს ამას არც მალავს სიტყვა უსიტყვოდ ნათქვიარი რა დარჩა კალამს ყვია გაუმტარ-მინის მიღმა დგას დაგვიღიმის ყვია გაუმტარ-მინის მიღმა თვალებსაც ნაბავს ყვია გაუმტარ-მინის მიღმა ისევ დაგცინის ყვია გაუმტარ-მინის მიღმა ბუნებას მალავს ადრე ტკივილი გახუჩება სლამობდა სულში გაკინულ გულებს გაციება რაღაც დააკლებს სიტყვა უსიტყვოდ ნათქვიარი რა დარჩა გულში ახლა დრო დადგა უდროობის ძაღლი დააკუდეს ჯერ არ ყოფილა ბოროტებას ვინმე ვედროს ახალს მიენდნენ ამჯობინეს ისევე ძველ დროს სობს რა აზრი აქვს თუ სინათლე შემუსრავ ღამედ განაუგონოს გონიერი უღირს კი რამე ფორმი თუ ფორმო ფორმიანებს უფორმოდ მართავს ფორმი თუ ფორმო გამოსტაცებს სიცოცხლეს მავავს ყვია გაუმტარ-მინის მიღმა ისევ გაცინის ყვია გაუმტარ-მინის მიღმა ბუნებას მალავს ხვალვინ დაგვხდება ვიც გადარჩა ნეტავსად განან ალხა შემორთმულს გაგაოცებს ხოლოდ თვალები ადრე სამშობლოს უჭოქებდნენ ახლა რას გვანან ისევ ქალები დაგვიხსნიან ისევ ქალები